გორის მერიამ ამ ეტაპზე არ დააფინანსა ინიციატივა, რომელიც ოცნების ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საკრებულოში წარადგინეს. ინიციატივა გორში დემოგრაფიული პროცესების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. ინიციატივის მიხედვით მეხუთე შვილის გაჩენის შემთხვევაში ოჯახს მერიისგან საჩუქრად 5,000 ლარი უნდა მიეღო. მეექვსე შვილის გაჩენის შემთხვევაში 6,000 ლარი, ხოლო მეშვიდე შვილის შემთხვევაში 7,000 ლარი. საკრებულოს თავმჯდომარის მარლენ ნადირაძის განმარტებით აღნიშნული ინიციატივა 2026 წლის განმავლობაში განიხილება. გაწმუნდით, რომ აღნიშნული საკითხი მუშავდება. ჩვენ ერთობლივი კომისიების როცა კომისიის თომაზე განვიხილეთ მერიდან დაბრუნებული დასკვნა ჩვენი შენიშვნების შემდეგ განმარტება იქნა გაკეთებული ჩემი მხრიდანაც, მერის სამსახურების მხრიდანაც, რომ აღნიშნული საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ ვიცით, რომ 2026 წლის ბიუჯეტი უკვე პროცედურული ნაწილი იყო ისეთი, რომ დამტკიცების წინ სოციალურ წესში ცვლილებას ჯერ ვერ მივიღებდით, რაც ნელი იქნებოდა ბიუჯეტთან. აუცილებლად შემოვა ეს საკითხი უკვე გუშინაც ჰქონდა ამ თემაზე კონსულტაცია და რამდენიმე დღის წინაც მერთანაც სოციალურ სამსახური მუშაობს. ეს საკითხი შემოვა აუცილებლად იანვარში. დაზუსტებული სახით მე მოგახსენებთ დეტალებს. და შემდგომ მორიგისთობა როცა მოუწევს, ყველა ვარიანტი იქნება განხილული და დიდი იმედი გვაქვს, რომ ხარდაჭერა იქნება საკრებულოს მხრიდან.